ევროკავშირი აპირებს, რომ გახდეს ინტერნეტში ბავშვების დაცვის კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ძალა და ერთ-ერთი გზა თუ როგორ აპირებს ბავშვების დაცვას არის ონლაინ სოციალურ ქსელებზე ბავშვებისთვის წვდომის შეზღუდვა. ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს ინფორმაციას, როგორც ისინი აღნიშნავენ, მიიღეს დოკუმენტი, რომელიც უკვე გაეგზავნა ბრიუსელს, რომელსაც ხელმძღვანელობს საბერძნეთი და იღებს უკვე მხარდაჭერას ესპანეთისა და საფრანგეთის ციფრული ლიდერების მხრივ. ამ წინადადების მიხედვით მნიშვნელოვანია, რომ იყოს შეზღუდვა სოციალურ ქსელებზე, რათა არასრულწლოვნებს არ ჰქონდეთ საშუალება სხვადასხვა სოციალურ ქსელზე წვდომის და ეს იქნება მათი დაცვისთვის მნიშვნელოვანი, მაშინ, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვნები ბავშვები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული ზოგადად ინტერნეტზე. ეს საკითხი განსაკუთრებით პოპულარული გახდა გლობალურად. მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ მიიღო შესაბამისი კანონი, მათ დააწესეს 16 წელი ასაკი, რომლის ქვემოთაც დარეგისტრირება იქნება შეუძლებელი, რომელიც ამოქმედდება მიმდინარე წლის ბოლოდან. სწორედ ამ საკითხს განიხილავენ აქტიურად ევროპაში, რომელსაც მხარს უჭერს ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 2024 წელს ის გამოვიდა სიტყვით და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ევროპაში მშობლებს დაუბრუნდეთ თავიანთი შვილების ცხოვრებაზე კონტროლის საშუალება, რადგან სულ უფრო მეტად მავნე დამაზიანებელ ინფორმაციას იღებენ არასრულწლოვნები სოციალურ ქსელებში. ამ დოკუმენტის მიხედვით ქვეყნები მოუწოდებენ ბრიუსელს, რომ უფრო წინ წაიწიოს ამ მხრივ ამოქმედეს რეალური შემზღუდავი წესები და დაწესდეს ევროპისთვის კონკრეტულად ციფრული ზრდასრულობის ასაკი, რომლის ქვემოთაც მშობლის თანხმობის გარეშე იქნება შეუძლებელი სოციალური ქსელის გამოყენება. როგორც აღნიშნავს პოლიტიკო, ეს არის ერთ-ერთი წინადადება, რომელსაც განიხილავენ და რომელზეც მსჯელობას აპირებენ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ციფრული უსაფრთხოების მინისტრები. ასე არის ცნობილი, რომ ამის განხილვას აპირებენ მიმდინარე წელს. აღსანიშნავია ის, რომ მოზარდების დაცვის მხრივ სხვადასხვა წესი გათვალისწინებული არის უკვე ციფრული მომსახურების შესახებ კანონში, რომელიც ევროკავშირში მოქმედებს, თუმცა ევროპაში მიაჩნიათ, რომ დამატებით კანონები არის საჭირო იმისათვის, რომ უფრო მასშტაბური იყოს მოქმედება, უფრო მეტად შეძლონ ბავშვების დაცვა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროკავშირმა შეძლოს მუშაობა ტექნოლოგიურ გიგანტებთან, კომპანიებთან, ძირითადად ეს არის ამერიკული კომპანიები, პლატფორმა X-ი, Meta, რათა შეძლონ მუშაობა, თუმცა როგორც გამოცემა პოლიტიკო აღნიშნავს, არსებობს სხვადასხვაობა და უთანხმოება ამ მხრივ. არის რიგითი კომპანიების სოციალური ქსელის, რომელსაც მიაჩნია, რომ ვერიფიკაციის ასაკის დასადასტურებლად სხვადასხვა ინსტრუმენტის სისტემა ჩაშენებული უნდა იყოს უკვე კონკრეტულად მოწყობილობაში, თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ აპლიკაციის დონეზე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, რადგან არანაირი კანონი არ იმუშავებს, თუ არასრულწლოვანის შეძლებს, რომ მოატყუოს სისტემა და დარეგისტრირდეს როგორც ზრდასრული. როგორც ცნობილი არის, სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანია ამჟამად მუშაობს ისეთ ხელოვნურ ინტელექტზე, მათ შორის არის კომპანია Meta, რომელიც შეძლებს მინიმალურ დონემდე დაიყვანოს ეს რისკები, რათა არ მისცეს არასრულწლოვანს საშუალება გამოიყენოს, უბრალოდ დარეგისტრირდეს სოციალურ ქსელში, თუ ის არ შეესაბამება თავის ასაკს.